ყველაფერი, რაც იაპონიაზე გსმენიათ, არასწორია. ამბობენ, რომ ეს არის მომავლის მაღალტექნოლოგიური საოცრებათა ქვეყანა და მისი მოსახლეობა მცირდება, რადგან ახალგაზრდები დები ანიმეში არიან ჩაფრულები და პაემნებზე არ დადიან. ორივე ეს ტყუილია, სინამდვილე ბევრად უფრო ბნელია. იაპონია სინამდვილეში გაკოტრებული ბიზნეს მოდელია. ტოკიოში მცხოვრები 30 წლისთვის შვილის სკოლა მხოლოდ ლამაზი ეტაპი კი არ არის, არამედ სერიოზული ფინანსური კრახის მიზეზ შეიძლება გახდეს. და ყველაზე შემაშფოთებელი ნაწილი, ზუსტად იგივე ფინანსური მახე უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ეხება. მთელ მსოფლიოში თანამედროვე საზოგადოებები ერთ მარტივ, მაგრამ ფუნდამენტურ პრინციპზე მუშაობენ. შრომის უნარიანი ასაკის უფრო დიდი მოსახლეობა ეხმარება პენსიონერთა შედარებით მცირე რაოდენობას. მუშები იხდიან გადასახადებს, აფინანსებენ პენსიებს და უზრუნველყოფენ ჯანდაცვის სისტემებს. შემდეგ, როცა ისინი ასაკში შევლენ, მომდევნო თაობა იგივე საქმეს აკეთებს მათთვის. ეს შეთანხმება მუშაობს მანამ, სანამ საკმარისი ახალგაზრდა შრომის უნარიანი ასაკის ადამიანი არსებობს, რომ ხარჯები დაფაროს. სწორედ აქ აქვს პრობლემა იაპონიას. ქვეყანა ნელა, მაგრამ აუცილებლად მიიწევს უპრეცედენტო ერთი-ერთზე დამოკიდებულების კოეფიციენტისკენ. ის ხდება სახელმწიფო, სადაც ერთი გადასახადის გადამხდელი მუშაკი უნდა არჩენდეს ერთ პენსიონერს. ეს არ არის მდგრადი. და მაინც, სწორედ იქ მიემართება იაპონია. რატომ? ქვეყანას მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მოსახლეობა ჰყავს, სადაც მოსახლეობის თითქმის 30% 65 წლის ან უფროსია. იაპონიაში ასევე მსოფლიო რეკორდული რაოდენობის 100 წლოვანი ცხოვრობს. დაახლოებით 99,000 ადამიანს უკვე ჩაუქრია 100 სანთელი. მოსალოდნელია, რომ 2036 წლისთვის ხანდაზმულები მოსახლეობის სრულად მე-13-ს შეადგენენ. ეს ერთ დრეში არ მომხდარა. ეს არის 10 წლეულების განმავლობაში ნელა და გარდაუვალად მომხდარი საზოგადოებრივი ცვლილებების გარდაუვალი შედეგი. შობადობა წლების განმავლობაში იკლებს. ამავდროულად სიცოცხლის ხანგრძლივობა მუდმივად იზრდება. ეს ნიშნავს, რომ ყოველ წელს პენსიონერთა რაოდენობაც იზრდება. ზეწოლა მუშაკებზე გადადის. ეკონომისტები ამ ზეწოლას ერთ-ერთი გზით, ეგრეთ წოდებულ ეროვნული ტვირთის მაჩვენებლით წეომავენ. ის გამოითვლება საზოგადოების მიერ გადახდილი გადასახადებისა და სოციალური უზრუნველყოფის შენატანების ჯამით. 1970-იანი წლების შუა პერიოდში ეს ტვირთი ეროვნული შემოსავლის დაახლოებით 25%-ს შეადგენდა. 1990-იანი წლების ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 36%-მდე გაიზარდა. დღეს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 46%-ს შეადგენს. ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ იაპონიის საერთო საგადასახადო შემოსავლები ეკონომიკის მიერ შექმნილი ეროვნული შემოსავლის თითქმის ნახევარს წარმოადგენს. წარმოიდგინეთ, ტოკიოს მუშა 10 საათიან ცვლაში არსებული საგადასახადო ტვირთის პირობებში შეიძლება იგრძნოს, რომ ამ ცვლის თითქმის ნახევარი ფაქტობრივად გადასახადებში მიდის. მხოლოდ ამ ცვლის მეორე ნახევარში იწყებენ ისინი საკმარისი თანხის გამომუშავებას, რომ საჭმელი იყიდონ, არათუ ქირასა და ენერგიის გადასახადებზე იფიქრონ. ფული, რა თქმა უნდა, არ ქრება. ის გადანაწილდება თავდაცვის, სკოლების, პენსიების, ჯანდაცვისა და იმ ფართო საზოგადოებრივი სერვისების დასაფინანსებლად, რომლებიც თანამედროვე საზოგადოებას ფუნქციონირებაში ეხმარება. მაგრამ თუ ამას ყველაფერს მოაშორებთ, დაინახავთ მუდმივ ბალანსის დაცვას იმაზე, თუ რას აწარმოებს ერთი ადამიანი დრეში და რას ითხოვს კოლექტივი საკუთარი თავის შესანარჩუნებლად. მოკლედ, იაპონიის მთელი ეროვნული ბიუჯეტი შეწყვიტა ფუნქციონირება როგორც საჯარო ინვესტიციების ან პოზიტიური ზრდის ძრავამ. ახლა ის სახელმწიფო დონეზე დამტკიცებულ ვაკუუმად იქცა. ის ახალგაზრდების სიმდიდრეს შთანთქავს, რათა ხანდაზმულებისთვის სოციალური დაცვის სისტემა შეინარჩუნოს და ეს სისტემა მომავალ წლებში მხოლოდ გაიზრდება. მაგრამ თუ ანგარიში ასე ცუდია, რატომ არ ებრძვიან ახალგაზრდები ამას? ესეთი შემაშფოთებელი ფინანსური მომავლის წინაშე შეიძლება იფიქროთ, რომ იაპონიის ახალგაზრდა თაობები წინააღმდეგობას გაუწევდნენ, მთელი ეკონომიკის ძირეულ გადაკეთებას მოითხოვდნენ. ეს არ ხდება. არა იმიტომ, რომ მორჩილების ან აპათიის გამო, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოება პარალიზებულია. იაპონელი ახალგაზრდები გაჭედილები არიან. ისინი გაჭედილები არიან კორპორატიულ მანქანაში, რომელიც სჯის მათ ცხოვრების დაწყების მცდელობისთვის. ამის გასაგებად უნდა დავაკვირდეთ ნამდვილ მიზეზს, თუ რატომ დაეცა ასე მკვეთრად იაპონიის შობადობა, რადგან სიმართლე ძალიან განსხვავდება გავრცელებული ნარატივისგან. დასავლელი კომენტატორები უკვე ცლებია იაპონიის მონის მოსახლეობის პრობლემებს ახალგაზრდებში კულტურულ დეფექტს მიაწერენ. ისინი ამბობენ, რომ ახალგაზრდებს ურთიერთობები აღარ უნდათ. ისინი იზოლირებულები გახდნენ, დამოკიდებულები ტექნოლოგიებზე, დაკარგულები ანიმესა და ვიდეო თამაშების სამყაროში. მათ ურჩევნიათ ციფრული ავატარების სიყვარული რეალურ ადამიანებზე. ამასაც კი თავისი სახელი აქვს, ასე წოდებული ბალახის ჭამილი კაცები. ეს არის მთელი თაობა ახალგაზრდა იაპონელი მამაკაცებისა, რომლებსაც სექსი, პაემნები ან ნამდვილი ადამიანური ურთიერთობები არ აინტერესებთ. ეს ნარატივი დამამცირებელია და ფაქტობრივად მცდარია. მონაცემები ამას ამტკიცებს. გამოკითხვები აჩვენებს, რომ იაპონიაში მარტოხელა ადამიანების 80% სურს დაქორწინება. ბევრი მათგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს გაცნობის აპლიკაციებში, სასოწარკვეთილი ეძებს თავის ერთადერთს. ნამდვილი მეგობრობის, კავშირის და ტრადიციული ოჯახური ცხოვრების სურვილი არ გამქრალა. ეს სურვილი ვირტუალურმა სამყაროებმა და ციფრულმა ავატარებმა არ ჩაანაცვლა. თუმცა ეს სურვილი სასტიკად იქნა ჩახშობილი, გადაულახავი ფინანსური ბარიერით, რომელსაც ქორწინების მახე ეწოდება. და ეს მახე 1990-იან წლებში დაიგო.
ამ დროამდე ქვეყანა თითქოს წარმატების სწრაფ გზატკეცილზე იყო. საფონდო ბიუჯეტი იზრდებოდა, უდებოდა, უძრავი ქონების ფასები იზრდებოდა, კომპანიები თავიანთ თანამშრომლებს სტაბილურ სამუდამო დასაქმებას სთავაზობდნენ. მათი მომავალი უზრუნველყოფილი იყო. და შემდეგ ბუშტი გასკდა. ყველაფერი შეიცვალა. ზრდა შენელდა. აქციები დაეცა და კორპორაციებმა დაიწყეს შრომის ბაზრის წესების გადათვა გადახედვა. ყველაფერი მათი მოგების დასაცავად. მუშაკების მზარდი ნაწილი იზოლებული გახდა დროებით კონტრაქტებზე ან ნახევარ განაკვეთზე ემუშავა. ისინი ეგრეთ წოდებული პრეკარიატის კლასის ნაწილი გახდნენ. ამ პოზიციებს მხოლოდ ნაკლები ანაზღაურება და ნაკლები სარგებელი არ ჰქონდა. მათ ასევე არ ჰქონდათ ის უსაფრთხოება და სტაბილურობა, რაც ადამიანებს მომავალის დასაგეგმად სჭირდებათ. წინა თაობებს ეს პრობლემა არ ჰქონდათ. მათ იცოდნენ, რომ მათი მომავალი დაცული იყო, ამიტომ ისინი ქორწინდებოდნენ და შვილებს აჩენდნენ. ახალგაზრდა ადამიანები კი მოულოდნელად სტაბილური სამსახურის შორნა უჭირდათ. იაპონიაში დაუწერელი წესი არსებობს, რომ მამაკაცებს ქორწინებამდე მინიმუმ 3 მილიონ იენზე, ანუ დაახლოებით $20,000 მეტი უნდა გამოიმუშაონ წელიწადში. თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ 20-იანი წლების დასაწყისში მყოფი უცოლო მამაკაცების 60%-მდე ამაზე ნაკლებს გამოიმუშავებს. ისინი ვერ ქორწინდებიან, ვერ ხდებიან მამები და ვერ ცხოვრობენ იმ ცხოვრებით, როგორცაც თავად ისურვებდნენ. იმავე ცხოვრებით, როგორც მათ მშობლებსა და ბებია-ბაბუებს შეეძლოთ ცხოვრება. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ თუ კი წყვილი ფინანსურ ბარიერს გადალახავს და დაქორწინდება, კორპორაციული სტრუქტურა დედის კარიერის დასანგრევად მზადაა. იმ წამსვე, როცა დაქორწინებული იაპონელი ქალი გადაწყვეტს შვილი გააჩინოს, მისი პროფესიული ცხოვრება ეკონომიკურ ხორცსაკებში ხდება. თუ იაპონელ ქალთა მონაწილეობას სამუშაო ბაზარზე გრაფიკზე ასახავთ, ის აშკარა შებრუნებული იუს ფორმას იღებს. ქალების მონაწილეობა სამუშაო ძალაში იზრდება ზრდასრულობის ადრეულ ეტაპებზე, სანამ მოულოდნელად მკვეთრად არ დაიკლებს ბავშვობის აღზრდის წლებში, რაც ხშირად მათ 30-იან წლებს ემთხვევა. ამ ყველაფრის უკან კიდევ უფრო ბნელი სიმართლე იმალება. ბევრი ქალი, რომელიც ტოვებს სტაბილურ სრულ განაკვეთზე სამუშაოს ბავშვების აღზრდისთვის, შემდეგში უამრავ სირთულეს აწვდება, როდესაც ცდილობს დაუბრუნდეს მსგავსი დონის სამსახურს. სტატისტიკა მიუთითებს, რომ მათ შორის, ვინც 30-ისა და 40-ის ასაკშია, ნახევარი არარეგულარული დასაქმებული სტატუსით არის კლასიფიცირებული, ისინი ჩარჩენილნი არიან ნახევარ განაკვეთზე ან კონტრაქტულ პოზიციებზე, სადაც სამუშაოს სტაბილურობა ნულოვანია. ამ ქალებიდან ბევრი კვლავაც ასრულებს მნიშვნელოვან კორპორაციულ სამუშაოს, მაგრამ იღებს გაცილებით ნაკლებ ანაზღაურებას, ვიდრე მათი უშვილო ან მამაკაცი კოლეგები. პრემიების, საპენსიო შენატანების ან სხვა სარგებლის მიღების შანსი თითქმის არ არსებობს. უფრო მეტიც, მათ შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლება ან დათხოვნა მინიმალური წინასწარი გაფრთხილებით. ეს კი თავის მხრივ ქმნის მუდმივ გენდერულად განსაზღვრულ ქვედა-ფენას დედებისგან, რომლებიც ეკონომიკურად იძარცვებიან იმავე წამს, როცა გადაწყვეტენ შვილი გააჩინონ. ბევრისთვის მშობლობა მთელი ცხოვრების ოცნება ან უნიკალური მისწრაფება, მაგრამ ეს ოცნება სწრაფად იქცევა ფინანსურ კოშმარად და მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. მიუხედავად იმისა, რომ იაპონური საზოგადოების ზოგიერთ სფეროში გარკვეული პროგრესი შეინიშნება, კომპანიის კულტურის დიდი ნაწილი კვლავაც 1970-იანი წლების სტილის წმენებით მოქმედებს. კაცები დილას დგებიან, სამსახურში მიდიან და ოჯახს არჩენენ, თანდათანობით კომპანიის იერარქიაში წინ მიიწევენ. ამ დროს კი სახლში დარჩენილი ცოლების საოჯახო საქმეებს უძღვებიან. ამბიციური პროფესიონალი ქალები ამ მოძველებულ ხედვაში ვერ ჯდებიან და ამის გამო უსამართლოდ ისჯებიან. ზოგიერთს ოფისიდანაც კი აძევებენ, რაც ცნობილია როგორც მაწაჰარა, ანუ ორსულობის გამო შევიწროება. ეს შემაშფოთებლად გავრცელებული ტენდენცია, როცა ორსულ ქალებს ცუდად ექცევიან და აქვეითებენ, აშინებენ, მნიშვნელოვან პროექტებში ართავენ. მათზე ზეწოლასაც კი ახორციელებენ, რომ სამსახურიდან წავიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ნაკლებად სასარგებლოებად და ღირებულებად მიიჩნევენ კომპანიაში. ეს სისტემა ფაქტობრივად აიძულებს თანამედროვე იაპონელ ქალებს გააკეთონ არჩევანი. შეგიძლია კონდეს ხელფასი, ან ყავდეს შვილი, მაგრამ ორივე ერთად არა. ამ შეუძლებელი არჩევანის წინაშე მილიონობით ქალი იღებს არა მხოლოდ ლოგიკურ, არამედ ბევრისთვის ერთადერთ გადაწყვეტილებას. ისინი ხელფასს ირჩევენ. ისინი ინარჩუნებენ ფინანსურ მომავალს და ამავე დროს მსხვერპლად სწირავენ ოჯახურ ამბიციებს. მაგრამ ეს სისტემა მხოლოდ ადამიანებს კი არ ანგრევს. ახლა ის ფიზიკურად ანგრევს ქვეყნის ინფრასტრუქტურასაც. იაპონიის მოსახლეობის კოლაფსი მხოლოდ მონაცემებში კი არ ჩანს. ეს მხოლოდ ნაკოფიერების დიაგრამებსა და მოსახლეობის პირამიდებში კი არ ჩანს. ეს ქვეყნის მასშტაბით ჩანს მიტოვებული ქონებებისა და ნახევრად დასრულებული სახლების სახით. 2024 წლის მონაცემები დეტალურად აღწერს ქვეყნის აკიას, ანუ მიტოვებული სახლების კრიზისის გასაოცარ მასშტაბებს. დღეს იაპონიაში თვალის მომჭრელი 9 მილიონი სახლი ცარიელია. ეს ქვეყნის საცხოვრებელი ფონდის 14% შეადგენს, რომლებიც არა მხოლოდ ცარიელია, არამედ ბევრ შემთხვევაში ფიზიკურად ინგრევა. ამ რიცხვების უკეთ გასაგებად 9 მილიონი მიტოვებული სახლი საკმარისია, რომ თითოეულ ნიუ-იორკში მცხოვრებ მამაკაცს, ქალს და ბავშვს სახლი ჰქონდეს. ჯანსაღ კაპიტალისტურ ეკონომიკაში უძრავი ქონება საბოლოო სიმდიდრის წყაროდ ითვლება. ეს არის ის, რისთვისაც ადამიანები მთელი ცხოვრება მუშაობენ. ახალგაზრდა თაობები ოცნებობენ იმ დღეზე, როცა საკუთარ სახლს შეიძენენ.
ისტორიული ტენდენციები მთელი მსოფლიოდან თითქმის ყოველთვის აჩვენებდა, რომ დროის გასვლასთან ერთად სახლების ღირებულება იზრდებოდა. ადამიანები მათში ინვესტირებენ, იხდიან იპოთეკებს და უძრავ ქონებას შვილებს უტოვებენ, რაც მათ ძლიერ ეკონომიკურ საყრდენს აძლევს. იაპონიაში ეს სისტემა თავდაყირად ადგა. სულ უფრო და უფრო ნაკლებია ახალგაზრდა ოჯახები, რომლებიც რეალურად მზად არიან ამ უძრავი ქონების შესაძენად. ისინიც კი, ვინც მიტოვებულ სახლებს ასაკოვანი ნათესავებისგან მემკვიდრეობით იღებს, მათ უფრო ვალდებულებად აღიქვამენ ვიდრე აქტივად. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში იაპონიაში მკაცრი უძრავი ქონების კანონების გამო დემონტაჟის ხარჯები ასტრონომიულია. ასე რომ, თუ კი ადამიანებს არ სურთ მემკვიდრეობით მიღებულ სახლში ცხოვრება, არც მისი მოშორების ხარჯების დაფარვა უნდათ. და კიდევ არის საგადასახადო საკითხი. უძრავი ქონება იბეგრება მაშინაც კი, თუ იქ არავინ ცხოვრობს. თუ ტოკიოს ბიზნესმენი მემკვიდრეობით იღებს ძველ სახლს გარდაცვლილი მშობლებისგან, მას მოულოდნად უწევს გაუმკლავდეს იმას, რომ სახელმწიფოს კიდევ უფრო მეტი ფული მიაქვს მისგან. ეს უკვე ინდონემდე მიდის, რომ ადამიანები აქტიურად ემალებიან საგადასახადო ორგანოებს, ან უარს ამბობენ იმ ქონების მიღებაზე, რომელიც მემკვიდრეობით უნდა მიიღონ. მათ არ სურთ ისეთი ქონება, რომელიც მხოლოდ ტვიფთად აწევთ, რომელიც ართმევს მათ ის მცირედი სიმდიდრეს, რაც აქვთ, და სანაცვლოდ არანაირ რეალურ ღირებულებას არ სთავაზობს. შედეგად მთელი უბნები ფინანსურ მკვდარ ზონებად იქცევა. ისინი სავსეა ჩამონგრეული შენობებით, რომლებშიც ცხოვრებაც, მათთვის ფულის დახარჯვაც, ან თუნდაც მათი დანგრევაც არავის სურს. მაგრამ ეს ერთადერთი რამ არ არის, რაც ინგრევა. 10 წლეულების განმავლობაში იაპონიას ზედმეტი მუშაობის რეპუტაცია ჰქონდა. მუშაკებს აიძულებდნენ უსასრულოდ მუშაობდნენ ზეგანაკვეთურად, გვიანობამდე ოფისში რჩებოდნენ და მერე სახლამდე გრძელი გზაც ჰქონდათ გასავლელი. სატვირთო მანქანის მძღოლები დღეების განმავლობაში მგზავრობდნენ, მხოლოდ უმცირესი შესვენებებით. სამშენებლო მუშები მუშაობდნენ მანამ, სანამ ვეღარ იდგნენ ფეხზე და არ იყო იშვიათი, რომ ოფისის თანამშრომლები მატარებლის სადგურის იატაკზე ეძინათ. ეს მათ გონებასა და სხეულს უზარმაზარ ზეწოლას აყენებდა, რის შედეგადაც ზოგიერთები პირდაპირ სამუშაოზე იღუპებოდნენ. ეს იყო ფენომენი, რომელსაც კაროში ეწოდება სამუშაოსთან დაკავშირებული უეცარი სიკვდილი. ეს მთელ მსოფლიოში ხდება, მაგრამ განსაკუთრებით გავრცელებულია იაპონიაში და სხვა აზიურ ქვეყნებში წლების განმავლობაში. მზარდი პრობლემის აღიარების შემდეგ, იაპონიის მთავრობამ მკაცრი ლიმიტები დააწესა ლოგისტიკისა და მშენებლობის მსგავს ინდუსტრიებში კანონიერ ზედმეტ სამუშაო საათებზე. ისინი ცდილობდნენ სწორად მოქცეულიყვნენ. ის ცდილობდა სიცოცხლეების გადაჩენას, მაგრამ ამ პროცესში სრულიად ახალი პრობლემა შექმნა. მიზეზი, რის გამოც ამდენი მუშაკი ზედმეტად ბევრ საათს მუშაობდა, ის იყო, რომ ეს იყო ერთადერთი გზა, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ გაჩერებულიყო. ეს არც სამართლიანი იყო და არც ეთიკური, მაგრამ ეს ქვეყნის ლოგისტიკის საყრდენი იყო. ახალმა ლიმიტებმა ეს საყრდენი გატეხა. როდესაც სატვირთო მანქანის მძღოლებს უფრო ჰუმანურ სამუშაო საათებზე შეზღუდეს, სატრანსპორტო სექტორს მხისიერად დააკლდა მუშახელი. ამან 2024 წლისთვის მიწოდების შესაძლებლობების 14%-იანი დეფიციტი გამოიწვია, რაც პროგნოზით 2030 წლისთვის 34%-მდე გაიზრდება. და ასე გაჩნდა ახალი ფენომენი – სოციალური დეფიციტი. ეს ნიშნავს, რომ თუნდაც შეძლებული ადამიანები ძვირადღირებული სახლებითა და საბანკო ანგარიშებზე დიდი თანხებით ვეღარ ყიდულობენ საქონელს. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც ამ საქონელს წერტილიდან წერტილამდე მიიტანენ, აღარ არიან. მუშები, რომლებიც სათხოვებში შეკვეთებს ასრულებენ, პალეტებს ტვირთავენ და სატვირთოებით მთელ ქვეყანაში გადაადგილდებიან, გაუჩინარდნენ. ერთ-ერთი გზა, რომლითაც ბევრი განვითარებული ქვეყანა მსგავს კრიზისებზე რეაგირებს და რეაგირებდა, არის იმიგრაციაზე დაყრდნობა. სხვა ქვეყნებიდან მეტი მუშახელის შემოყვანა, რათა შეივსოს ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვებში არსებული სიცარიელეები. წლების განმავლობაში იაპონია ამის გაკეთებაზე უარს ამბობდა. ძალიან ჩაკეტილი. ქვეყანას აშკარად ეთნიკურად ერთგვაროვანი საზოგადოება აქვს, სადაც უცხოელი მუშაკები მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენენ მთლიანი მოსახლეობის. მაგრამ საბოლოოდ ქვეყანამ დათმო პოზიცია. ახლა ის იხსნება იმიგრაციისთვის. ის ასევე მიმართავს კიდევ ერთ რადიკალურ ვარიანტს – მანქანებს. მაგრამ ეს საბედისწერო შეცდომაა. თანამედროვე ისტორიის განმავლობაში იაპონია ხშირად აღიწერებოდა როგორც თითქმის მომავლის საზოგადოება, რომელიც სინათლის წლებით უსწრებს სხვა ქვეყნებს მსოფლიოში. ამიტომ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის პრობლემებს შრომის საკითხებთან ერთად განიხილავენ, ბევრი დამკვირვებელი ერთსა და იმავე დასკვნამდე მიდის. რობოტები ყველაფერს მოაგვარებენ. ეს მარტივად ჟღერს. იაპონიას მხოლოდ ის დარჩენია, რომ დაანერგოს მანქანები იმ ამოცანების შესასრულებლად, რომელთა შესრულებაც ქვეყნის მოსახლეობას აღარ შეუძლია. ხელოვნური ინტელექტისა და უფრო ძლიერი ავტომატიზაციის ზრდასთან ერთად, ტოკიოსთვის მისი განხორციელება რთული არ უნდა იყოს. დიდი ხნის განმავლობაში ქვეყნის მთავრობა ამ იდეას იზიარებდა. შეხვალ იაპონურ საავადმყოფოებში, მინიმარკეტებში, სასტუმროებსა და ლოგისტიკურ საწყობებში და დაინახავ მათი ინვესტიციების შედეგებს. რობოტები ყველგან არიან. ავტომატიზირებული სალაროებიდან დაწყებული, სორტირების რობოტული მკლავებით, დამთავრებული მზრუნველობის რობოტის რობოტებით, რომლებიც მოხუცებსა და სუსტ პაციენტებს საწოლში შესვლასა და გამოსვლაში ეხმარებიან. მაგრამ ეს ბრმა რწმენა, რომ რობოტებს შეუძლიათ შეცვალონ ქვეყანაში დაკარგული მუშახელი, ერთ მნიშვნელოვან რამეს უგულებელყოფს. დიახ, რობოტებს შეუძლიათ საქონლის წარმოება.
მაგრამ მათ არ შეუძლიათ მათი მოხმარება. მათ შეუძლიათ ოპტიმიზაცია გაუკეთონ მიწოდების ჯაჭვებს და გაამარტივონ ლოგისტიკა. მათ შეუძლიათ ქვეყნის ეკონომიკაში მიწოდების კრიზისის გადაჭრა. მაგრამ ეს მხოლოდ პრობლემის ნახევარია. რადგან რობოტები არ ყიდულობენ სახლებს ან მანქანებს, ისინი არ დადიან ვახშამზე, არ ყიდულობენ ტანსაცმელს, არ აფორმებენ სპორტ-დარბაზის აბონემენტებს და არ შეაქვთ წვლილი სამომხმარებლო ეკონომიკაში. ამისთვის საჭიროა მოთხოვნა, ხოლო მოთხოვნისთვის საჭიროა ადამიანები. იაპონიაში ეს ადამიანები ილევა და შედეგად ისინი სწრაფად მიექანებიან მოთხოვნის დამანგრეველი კოლაფსისკენ. და ეს ყველაფერი კაპიტალიზმის ფუნდამენტურ საფუძვლებზე დაიყვანება. ეკონომიკები ვერ იმუშავებს მხოლოდ წარმოებაზე. მათ ჭირდებათ მდებად მოხმარება, რომ ბალანსი შეინარჩუნონ. შეგიძლია ავტომატიზაცია მოახდინო ერთ მხარეს, მაგრამ მომხმარებლებს ვერ დაავტომატიზებ. როდესაც ქვეყანა ვერ უჭერს მხარს თავის ახალგაზრდა თაობებს, ის მხოლოდ სამუშაო ძალას კი არ კარგავს, არამედ ბაზარსაც კარგავს. კიდევ ერთხელ, იაპონიის მთავრობამ სცადა ამ პრობლემის მოგვარება და ისევ არასწორი გზა აირჩია. როგორც იუწყებიან, მთავრობამ მილიარდობით დოლარი დახარჯა გაცნობის აპებში, კორპორატიულ შეხამების სისტემებსა და შემწეობებზე, მათთვის, ვინც ოჯახს ქმნის. მაგრამ ეს პროგრამები ვერ ამართლებს. იაპონელი ახალგაზრდების უმეტესობა ამბობს, რომ პარტნიორის პოვნის მცდელობისას სრულად ირლება. შრომის უნარიანი ასაკის მილიონობით მამაკაცი და ქალი არ ინტერესდება დროებითი სტიმულებით ან ერთჯერადი გადახდებით, რომელსაც მთავრობა სთავაზობს, რადგან ისინი უფრო დიდ სურათს ხედავენ. ისინი პირდაპირ უყურებენ ეკონომიკურ სისტემას, რომელიც მათ წინააღმდეგ არის მოწყობილი. მოთხოვნის კოლაფსი მხოლოდ შიდა პრობლემა არ არის. ის ფესვგადმულია თაობათა ქურდობაში, რომელიც ანგრევს ქვეყნის ეკონომიკურ ძრავს და მჭლითრავ თრიან თაობას ანადგურებს. ნამდვილი პრობლემა იმ სისტემაშია, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს უფროსი თაობების სიმდიდრისა და სტაბილურობის დაცვას, ახალგაზრდა თაობებში ინვესტირების უშუალო ხარჯზე. ჩანაწერები აჩვენებს, რომ იაპონური ოჯახები ფლობენ მართლაც განსაცვიფრებელ ფინანსურ აქტივებს, რომელთა ღირებულება 2,2 კვადრილიონ იენზე მეტია, ანუ 14 ტრილიონ დოლარზე მეტი. სამწუხაროდ, მათთვის, ვინც 20-იან, 30-იან და 40-იან წლებშია, ამ სიმდიდრის უზარმაზარი პროცენტი დაგროვებულია პენსიონერებისა და 65 წელს გადაცილებული ხანდაზმულების მიერ. ისინი იყვნენ იღბლიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ თითქმის სასწაულებრივ ომის შემდგომ პერიოდში, რამაც მათ საშუალება მისცა დაგროვებოდათ უზარმაზარი კაპიტალი. მათ შეეძლოთ ინვესტიცია განეხორციელებინათ უძრავ ქონებაში და გაეზარდათ საპენსიო დანაზოგები. და დღეს ამ ფულის დიდი ნაწილი უმოქმედოდ დევს. მილიარდობით იენი შენახულია სეიფებში ან ნულოვანი პროცენტის საბანკო ანგარიშებზე. ეს არის მკვდარი ფული. ის არ ბრუნდება ეკონომიკაში ინვესტიციის სახით. ის არ გამოიყენება სტარტაპებისა და ახალი წამოწყებების დასაფინანსებლად. ის არც იმ შვილებს გადაეცემათ, რომლებიც მზად არიან დასახლდნენ და ოჯახი შექმნან. შედეგად, იაპონიის ახალგაზრდა თაობები სულ უფრო მეტად ეხარდნობიან რადიკალურ ფინანსურ სამაშველო რგოლს, გამოსავალს, რომელიც ქვეყნის საზღვრებს ბევრად ცდება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბევრი ახალგაზრდა იაპონელი მათ ხელთ არსებულ კაპიტალს ქვეყნის გარეთ აგზავნის. ისინი უგულებელყოფენ ადგილობრივ აქციებსა და დანაზოგ ანგარიშებს და არჩევანს ანიჭებენ გლობალურ ინდექსურ ფონდებს, უცხოურ საფონდო ბაზრებსა და ამერიკულ ტექნოლოგიურ აქციებს. ეს ნაბიჯი საკმაოდ გონივრულია. ამ ადამიანებმა გააცნობიერეს, რომ მათი ქვეყანა ვერ მისცემს იმ თანხას, რაც სჭირდებათ სასურველი ცხოვრებისათვის. მათ უნდა გამოიყენონ თითოეული იენი მაქსიმალურად. ინვესტირება შენცირებულ ადგილობრივ ბაზარში, სადაც მოსახლეობა კლებულობს, პირდაპირ გზაა ქონების დაკარგვისკენ. საგარეო ინვესტირებით ისინი იმედოვნებენ, რომ მიიღებენ იმ შემოსავალს, რაც სჭირდებათ გადარჩენისთვის და შესაძლოა ოდესმე წარმატებისთვისაც. ეს შეიძლება ამ ადამიანებისთვის იმუშაოს, მაგრამ საზოგადოებისთვის კატასტროფაა. იაპონიის შიდა ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის, რადგან ძველი ფული არ მოძრაობს, ხოლო ახალი თაობის ფული ქვეყნიდან გარბის. მაგრამ თუ ფიქრობ, რომ ეს უბრალოდ საინტერესო ტრაგედია, რომელიც წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულზე ხდება, შეიძლება ღირს რომ თქვენს საბანკო ანგარიშს შეხედოთ, რადგან თქვენი მომავალი უკვე იაპონურია. წლების განმავლობაში ხალხი იაპონიას აღიქვამდა როგორც გამონაკლის, ერთჯერად შემთხვევას, უცნაურობად, იზოლირებულ კუნძულოვან ქვეყანას, რომელიც თავის უჩვეულო, მაგრამ მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ პრობლემებს ებრძოდა. და ისინი ცდებოდნენ. ტოკიოს კრიზისი შაბლონია. ეს არის 20 წლიანი წინასწარი გადახედვა იმავე ეკონომიკური უფსკრულისა, რომელსაც მთელი განვითარებული მსოფლიო ყოველწლიურად უახლოვდება. იაპონია უბრალოდ პირველი იყო, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა. ეს იგივე ეკონომიკური მახია, იგივე თაობათა მიერ დაგროვილი სიმდიდრე და იგივე კორპორაციული ჩავარდნები, რაც სხვა ქვეყნებშიც ჩანს, ჩრდილოეთ ამერიკიდან ევროპამდე. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბევრი დასავლური ქვეყანა, როგორიცაა აშერეშო, კანადა და გაერთიანებული სამეფო, აქვთ შობადობის მაჩვენებელი, რომელიც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება მოსახლეობის აღდგენის დონეს. 2.1-ის თითო ადამიანზე. დასავლეთმა ჯერჯერობით მოახერხა თავისი სტრუქტურული დეგრადაციის შეკავება იმიგრაციის გზით. ქვეყნებმა მილიონობით უცხოელი მუშახელი შემოიყვანეს, რათა გააძლიერონ თავიანთი შრომითი ძალა, შეასრულონ დაბალანაზღაურებადი სამუშაოები და შეიტანონ თანხა პენსიებისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემებში. მაგრამ იმიგრაცია მხოლოდ დროებითი გამოსავალია. ეს არის საფარი, რომელიც პრობლემას ფარავს, მაგრამ არ აქრობს მას.
Როგორც კი განვითარებადი ქვეყნები ინდუსტრიალიზდებიან, მათში ციცრებს დაბადების მაჩვენებელი კლებას. შედეგად, გლობალური ნიჭიერი მუშახელის რაოდენობა მცირდება და მუშაკებზე კონკურენცია რეკორდულ დონეს მიაღწევს. შემდეგ, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, ასევე შეეჯახებიან მოთხოვნის იმავე კრახს, რასაც ტოკიო განიცდის. ზუსტად იგივე შედეგები, რომლებიც ტოკიოს ეკონომიკას ასუსტებს, დასავლეთის ბაზრებსაც დაატყდება თავს. და როდესაც კაპიტალიზმის ფუნდამენტური წესი ირღვევა, მაშინაც კი ყველაზე ძლიერი ეკონომიკები და მიწოდების ჯაჭვები ვერ გაუძლებენ. სოციალური დეფიციტი ტოკიოს საზღვრებს ათასობით მილით გასცდება. ეს გახდება შემზარავი რეალობა, გამოიწვევს დაგვიანებებს, არეულობას და უპრეცედენტო ინფლაციას. ეს მხოლოდ იაპონიის პრობლემა არ არის, ეს ყველა ჩვენგანს მოგვადგება. ტოკიოს ახალგაზრდებს არაფერი სჭირთ. ისინი უბრალოდ პირველები არიან, ვინც მიხვდნენ, რომ ხანგრძლივი სოციალური შეთანხმება აღარ არის სამართლიანი. ისინი საცდელი ვირთხები არიან, მაგრამ ექსპერიმენტი მალე გლობალურ მასშტაბზე გავრცელდება. მოსახლეობის კრიზისი იაპონიის ერთადერთი პრობლემა არ არის. ისინი ასევე ფინანსური უბსკრულის პირას დგანან და შედეგები მხოლოდ მათ საზღვრებში არ დასჭება. გაიგეთ გლობალური გავლენა ვიდეოში. ნავთობი კი არა, იაპონია უნდა აკვირდეთ. ან უყურეთ ამ ვიდეოს.